თუ გგონია, რომ ისტორია ისე იყო, როგორც სკოლაში გვიყვებოდნენ, ძალიან ცდები. სინამდვილეში ძველი საბერძნეთის ისტორია ერთი დიდი ტყუილია. ძველ საბერძნეთს ნამდვილი საძირკველი სულ სხვა ხალხმა ჩაუყარა. ბერძნები კი მზამზარელოზე მოვიდნენ და ეს ყველაფერი თავისად გამოაცხადეს. ყველაფერი დაიწყო ანატოლიის წიაღში. ნოეს შთამომავლობის განსახლებისას ხმელთაშუაზღვისპირეთის ათვისება იტვირთეს იაფეტის უშუალო მემკვიდრეებმა. ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დამკვიდრდა ქართული გენის მატარებელი ხალხი. მათთან ერთად ამ დიდ საქმეში მონაწილეობდნენ ფინიკიელები და ილირიელები. ისინი ასევე იაფეტური წარმოშობის არიან. ამ ხალხმა საფუძველი ჩაუყარა პირველ დიდ ცივილიზაციას, მინოსურ კრეტას და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციებს. მათ გაავრცელეს იაფეტური ცოდნა, მეტალურგია, მედიცინა, ვაზის კულტურა და გემთმშენებლობა. თუმცა ძველი წელთაღრიცხვით 1600 წლისთვის სანტორინის ვულკანის ამოფრქვევამ და დამანგრეველმა მიწისძვრებმა საძირკველი გამოაცალა მინოსურ სამყაროს. როდესაც მინოსური კულტურა დასუსტდა, ცივილიზაციურმა ცენტრმა მატერიკზე, კერძოდ ბეოტიაში გადაინაცვლა. სწორედ აქ იწყება თებეს ისტორია. ეტიმოლოგიური კვალი უტყუარია. თებე პირდაპირ უკავშირდება თუბალს, თებალს. თებელთა ცნობილი ჭიდაობის კულტი სწორედ ამ პერიოდის გენეტიკური დანატოვარია. ეს იყო სხეულის სიმტკიცე, რომელიც იაფეტური ხაზიდან მოდიოდა. ამავე პერიოდში სამხრეთიდან შემოიჭრა ზღვის ხალხი, ქამიტური წარმოშობის მებრძოლი ხალხი. ისინი იყვნენ მეგალითური მშენებლობის ოსტატები, რომლებმაც თებესა და მიკენის აუღებელ კედლებზე თავისი კვალი დატოვეს. ამ შეჯახებას ქართული ცივილიზაციის დიდი ნაწილი შეეწირა. ნაწილი ასიმილირდა, ნაწილი კი სხვა მიმართულებით გადაიხვეწა. ძველი წელთაღრიცხვით 1200 წლისთვის ზღვის ხალხმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რამაც საბერძნეთში უმძიმესი დემოგრაფიული სიცარიელე დატოვა. სიცარიელე ჩრდილოეთიდან დაძრულმა კიმერიელებმა შეავსეს. ამ მომთაბარე ტომებმა, რომელთაც არავითარი საერთო არ ჰქონდათ არც პელაზგურ სიბრძნესთან და არც თუბალურ ტექნოლოგიებთან, ზღვის კულტურულ ნანგრევებზე დააფუძნეს საკუთარი სამეფოები. ასე მივიღეთ ბერძნები, ხალხი, რომლებმაც მიითვისა დახვედრილი მითოლოგია და იაფეტური ცოდნა. სწორედ ამ პერიოდში ჩაისახა დამწერლობაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ის, რასაც დღეს ბერძნულ ანბანს უწოდებენ, სინამდვილეში ფინიკიური დამწერლობის მოპარული და მითვისებული ვერსიაა. ბერძნებმა აიღეს უკვე არსებული ჩამოყალიბებული ფინიკიური სისტემა და ის საკუთარ ენას მოარგეს, რათა ცივილიზებული ხალხი ზიერი მიეღოთ. ბერძნული ისტორიის დასკვნითი ამბავი კი აღმოსავლეთში დაიწყო. სპარსეთის იმპერიის მიერ საბერძნეთის დაპყრობის შემდეგ იქ მასიურად ჩასახლდნენ სპარსელები, რომელთა შთამომავალიცაა დღეს საბერძნეთის მოსახლეობის უმრავლესობა. საბერძნეთის ტერიტორიაზე დღევანდელი დომინანტი J2-ია გენეტიკური კოდი სწორედ ამ სპარსული მიგრაციის შედეგია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინარე საბერძნეთის ტერიტორიაზე არსებული J2-ია გენეტიკური კოდი იყო სირიულ ხმელთაშუა ზღვისპირეთის ხაზი და მას არანაირი კავშირი არ აქვს გვიანდელ სპარსულ ნაკადთან. დასკვნის სახით რომ ვისაუბროთ, დღეს საბერძნეთის ტერიტორიაზე გენეტიკური ბერძნები უმცირესობაში არიან. ნამდვილი ცივილიზაცია, ღვინო, რკინა, გემი, ჭიდაობა, დამწერლობა, მითოლოგია თუ სხვა, ანატოლიიდან დაძრული ქართული გენისა და იაფეტური შტოების დამსახურებაა, რომლითაც საუკუნეების მანძილზე სრულიად სხვა ხალხი სარგებლობდა.